წერალთა ხელოვანთა საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის რიგით მეოთხე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. აკადემია უკვე მეხუთე წელია არსებობს და ცნობილ მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს და საზოგადო მოღვაწეებს აერთიანებს. მოწვეული სტუმრების სიგელები და საპატიო წოდებები დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში მოხდა აკადემიის ახალი წევრების მიღება და გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა. აკადემიის ერთ-ერთი ახალი წევრი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძეა. აკადემია ყოველ წელს თითო ტომეულს გამოსცემს და ეს არის ძალიან ძვირფასი წიგნი, ვინაიდან ამ წიგნში არის ყველა დიდებული ავტორები, ცნობადი სახეები, კლასიკოსი პოეტები, ჩვენ აგრეთვე ვეძებთ და გვერდ თანადგომას უცხადებთ ახალგაზრდა დამწყებ პოეტებს, რომლებსაც სჭირდება ჩვენი დახმარება, თანადგომა. ახალი წევრი არჩეული იქნება ჩვენი აკადემიის მიერ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი საყვარელი და აფხაზეთისთვის ძალიან დიდი საქმისანი ქალბატონი ჩვენი ეკა წივწივაძე, რომელიც დიდი პატრიოტია თავის ქვეყნის და ძალიან დიდ დროს თამაშობს აფხაზურ-ქართული ურთიერთობის გამტკიცებაში. ღონისძიებათა ის წება, რასაც ქალბატონი ნაირა მარშანია, აკადემია გულანის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აკეთებს, უაღრესად სასარგებლოა. არა მარტო აფხაზეთიდან ტოლვილი მწერლები, არამედ სრულიად საქართველოს მწერალთა ლიტერატურული საზოგადოება თანამშრომლობს დიდი სიამოვნებით.